მესტიაში სვანეთობა ტრადიციულად კვირიკობის მეორე დღეს გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნამუშევრები, სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები, კულინარიული მასტერკლასები და ფოლკლორული კონცერტი. მესტიის საპატიო მოქალაქე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი დასახელდა. ასევე გაიხსნა მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სრულიად სვანეთს ულოცავს სვანეთობას. ეს დღე ნამდვილად არის ამ უნიკალური ბუნების, ისტორიის, ტრადიციის, კულტურის, სვანეთის სამზარეულოს დღესასწაული. ეს დღე უკვე იქცა ტრადიცია და მე მინდა წარმატებები უსურო ამ ულამაზეს კუთხეს. სვანეთობა ეს უკვე მე-11 წელია რა სტარდება და ტარდება იმისათვის, რომ აღდგეს ის ძველი ტრადიციები, ძველი სამზარეულო, ძველი ფოლკლორი. რამდენი ვიზიტორია, რამდენი უცხოელი ამოსული და უყურებენ ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ ფოლკლორს, ამას ყველაფერს და მე მოხარული ვარ და ულოცავ მთლიანად როგორც მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მთელ საქართველოს ამ სვანეთობას. არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქეობა არ გამიხარდებოდა ისე, როგორც გამიხარდა ჩემი სვანეთის, იმიტომ რომ ეს სვანი ვარ ჩემი სისხლით, ხორცით, არსებით და ვამაყობ იმითი რომ სვანი ვარ.